ომით განადგურებულ ტერიტორიებზე პალესტინელთა გარკვეული ჯგუფები მოძრავი ავტომობილებიდანაც კი ცდილობენ ნივთებისა და პროდუქტების აღებას. ჰუმანიტარული თვალსაზრისით ადგილზე ვითარება კვლავ კრიტიკულია, ამიტომ მოქალაქეები ქუჩებში ცდილობენ საკვებისა თუ ნივთების შეგროვებას. ჰამასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის ბოლოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება. სატვირთო მანქანები ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰის გადასასვლელს გადიან. ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი, რომელმაც შეაჩერა 15-თვიანი სასტიკი ომი ისრაელსა და ჰამას შორის 1 მარტს დასრულდება. ჯერ გაურკვეველია რა იქნება შემდეგ. მხარეებს უკვე რამდენიმე კვირის წინ უნდა დაეწყო მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჰამასი გაათავისუფლებდა 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმის შედეგად გატაცებულ ყველა დარჩენილ მძევალს. ეს კი მოხდებოდა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების სრული გაყვანის სანაცვლოდ. თუმცა ეს მოლაპარაკებები არ დაწყებულა, იყო მხოლოდ წინა მოსამზადებელი შეხვედრები. თავად მოლაპარაკებები კი ამ დრომდე ფერხდება სხვადასხვა მიზეზით. ჰამასის მხრიდან ერთ-ერთი ანონიმური წყარო Associated Press-ს ეუბნება, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის შესახებ მოლაპარაკებები დროულად არ დაიწყება, შესაძლოა საბრძოლო მოქმედებები განახლდეს. ჰამასმა მანამდე ღია თქვა, რომ მზადაა მოლაპარაკებების მეორე ეტაპისთვის. ახლა მთავარია რა სიტყვის ისრაელი.